სიზმრები საქართველოზე რუსულ-ქართული პოეზიის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში ტარდება. ფესტივალი ბათუმის დრამატულ თეატრში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. მასში მონაწილეობის მისაღებად პოეტები მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. აქ არიან ცნობილი პოეტური კრებულისა და თარგმანების ავტორები. ფესტივალის პირდაპირი დანიშნულებაც ერთმანეთის შემოქმედების გაცნობა, თარგმანების პრესტიჟულ გამოცემებში პუბლიკაციაა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტები ხელს შეუწყობს ქვეყნის იმიჯის ამაღლებასა და დადებით გავლენას მოახდენს ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებზე. რუსი და ქართული ხელოვნების სულიერი მეგობრობის მნიშვნელობაზე იყო გამახვილებული ყურადღება მიმართვის ტექსტში, რომლითაც ფესტივალის მონაწილეებს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მიმართეს. ფესტივალი საქართველოში მეხუთე წელია იმართება. ამ ხნის განმავლობაში თარგმნილი რუსული პოეზიის ნიმუშები თბილისში ანთოლოგიის სახით გამოიცა, ხოლო მოსკოვში რუსი პოეტების მიერ თარგმნილი ქართველი ავტორების ათნოლოგია დაიბეჭდა. ფესტივალის გეოგრაფია ყოველწლიურად იზრდება. იცვლება მონაწილეთა შემადგენლობა, მაგრამ უცვლელი რჩება ფესტივალის მნიშვნელობა. ხელი შეუწყოს ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. ვფიქრობ, ეს კარგ მომავალს უქმნის ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობას, რადგან ისინი ისტორიულად დაკავშირებული ერები არიან. წლიდან წლამდე უკეთესი ხდება არა მხოლოდ ფესტივალი, არამედ მისი ჩატარების ადგილი. საქართველოს მისი ქალაქები, ბათუმი, სადაც ახლა ვიმყოფებით. ეს ქალაქი რაღაც ახალი ენერგიით გვამზებს. მე მეუბნებოდა, რომ აქ არ არის მშვიდობა და თავი უნდა შემეკავებინა საქართველოში ჩამოსვლისაგან, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ერთმანეთს უკეთ გავეცნოთ და სოფლიო შევატყობინოთ ერთმანეთის მიღწევების შესახებ. ხელოვნებას ხომ საზღვრები არ აქვს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია, იმიტომ რომ ერთის ხიდება მეგობრობის ხიდები და მეორე ხელოვანთა ხიდი იდება და ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოსთვის, ისევე მსოფლიოსთვის, რომ აქ არ არის მარტო რუსეთთან ჩამოსული მწერლები, აქ არიან მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მწერლები, რომლებიც იციან რუსული ენა და ამ ენას იყენებენ როგორც საშუალებას კულტურის პოპულარიზაციისთვის. რითაც ხდება ეს ერთმანეთის პოეზიის გაცნობა, აქ არიან ჩამოსულები უსწროელი, ძალიან სერიოზული გამომცემლები, რედაქტორები, იქ გამომავალი, თქვა საფრანგეთში, ამერიკაში, კანადაში გამომავალი, ავსტრიაში გამომავალი გაზეთების და ისევ და ისევ ემსახურება ეს ჩვენი ქართული პოეზიისა და ლიტერატურის ზოგადად გატანას ქვეყნის ფარგლებ გარეთ. ისინი ერთგვარ ასე ვთქვათ მედიატორების როლს ასრულებენ.